დღეს თქვენი გამოხმაურება უკავშირდებოდა ბატონი გიავოლსკის შეფასებებს ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, იქ სიტყვა კონსპირაციული შეთქმულება იყო ნახსენები და ამაზე ხუმრობდით, თუმცა ხა სახუმაროდ ნამდვილად არ აქვს განსაკუთრებით იმ ადამიანებს საქმე, რომლებიც დილეგში არიან გამომწყდეულები. რა პროცესის მომსწრენი ვართ, რატომ დაჩქარდა ეს ყველაფერი, რატომ დაიჭირეს ლევან ხაბეიშვილი? ხო, ეს არის, რამდენიმე განზომილება აქვს ამას ყველაფერს, ხო? ხაბეიშვილის დაჭერა უკავშირდება ბუნებრივია იმ, ესე რომ ვთქვათ, ესკალაციას, რიტორიკულ ესკალაციას, რაც მისი მხრიდან მოდიოდა და, პოლიტიკური პარანოია, რომლითაც შეპყრობილია ხელისუფალი, პრინციპში თავის, ესე რომ ვთქვათ, ნაყოფს გამოიღებს ხოლმე დრო და დრო, ხო? ალბათ ამასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ შეგვიძლია ნაწილობრივ ვთქვათ, რომ ხაბეიშვილის ამ რიტორიკამ თავის მიზანს მიაღწია კიდეც? თუ კი ამ პარანოის რეაქცია. მიზანი თუ არის, რომ ეხა შენ, ესე რომ ვთქვათ, რაღაც ისეთი თქვა, რომ ციხეში გაგიშვან და მორიგი გამწვავება დაემართოს ხელისუფალს კი, მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით შეიძლება ეს იყოს რაღაც მეთოდი, მაგრამ სტრატეგიულად რას იძლევა ეს ჩემთვის გაუგებარია, ხო? მიზანი ჩვენ უნდა გვესმოდეს, სტრატეგიული მიზანი არის ერთი, რომ ხელისუფლება ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას. ის რომ ხელისუფლებას შეეშინდა რაღაც, ესე რომ ვთქვათ, შიშებია, უпростоრეთ რაღაცის ეშინია, ან რაღაცა ესეთი მცირე რყევებია ხელისუფლებაში, ხო? ეს კი ბატონო რაღაცას მოკლევადიან სიძლევა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაცის რეალურად მომცემი, ხო? ხელისუფლებას აქვს უნარი რომ ადაპტირდეს ნებისმიერ ახალ სიტუაციაში, გასაგებია რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სისტემის მდგრადობის შენარჩუნება და ვიღაცამ როგორც ჩანს სერიოზულად მიიღო და სერიოზულად შეეშინდა იმის, რომ ვიღაცა შეიძლება გაიყიდოს $200,000 და მე პოლიციელებს მინდა უთხრა, რომ პრინციპში აი ხელისუფლების ეს შიშები და განწყობები შეურაცხყოფელია მათთვისაც, ხო? გარკვეულწილად, არენდობიან სისტემას თვითონ, პოლიციელებს არენდობიან, გონიათ რომ ისინი გაიყიდებიან, რაღაც სამი მოწმე მოიყვანეს, ხო, რომ ძალიან შეურაცხყოფილად უგზნიათ თავი და მე კითხვა დავსვი და დანარჩენები ესე იგი აიღებენ მეთქი, იმიტომ რომ სამი მოწმე მოიყვანეს, ვინც პროკურორმა თქვა, რომ შერჩევით შეირჩეო, შერჩევით, ოღონდ გაურკვევლია რა პრინციპი. არა, ეგ მე მოაყოლეს ეს ყველაფერი, მას შემდეგ რაც ის კითხვები დაისვა, რომ დანარჩენები ესე იგი ამღებები არიან, ხო, მე დავსვი სხვა შორის ეს კითხვა და მე დაიწყეს რაღაცეები შეფუთვა. იგივე როგორც აი ტელეფონთან დაკავშირებით თავიდან რაღაცა თქვეს და მე 1000-ნაირი ინტერპრეტაციით იმის გამოსწორება შეეცადენ, ხო? რა თქმა უნდა, სისტემაში შიგნით არის სერიოზული პრობლემები, სერიოზული რყევები. იქ ბოროტი ბავშვი იბრძვის იმისათვის, რომ მამიკოს ერთ-ერთი მემკვიდრე დარჩეს კობახიძის ხედელობაში და ცდილობს, რომ სხვა შვილები, ესე რომ ვთქვათ, რაღაცნაირად მოაძულოს, რაღაც ინტრიგები მოუწყოს და სხვა შორის მე დიდი ხანია ამას მეუბნებოდნენ შიგნიდან, რომ ხა ეს პოლიტიკური სოციოპათია მოგეხსენებათ კობახიძე, მაგრამ საკმაოდ ნიჭიერია ესეთი ინტრიგების ხლართვაში, ხო, უკვე 10 წელია ესე ბიძინასთან მეაქ ამბები ყველაზე, ვინც ესე რომ ვთქვათ, მისთვის პოტენციური მოწინააღმდეგე შეიძლება აღმოჩნდეს და ამას აკეთებს ძალიან ოსტატურად ისე წვეთად, ხო? მაგრამ ეხლა უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ის იძულებულია, რომ ბიძინას სტერილიზაცია მოახდინოს ძალიან სწრაფი ტემპით და რატომ? იმიტომ რომ მას ესმის მშვენივრად ბიძინას ტაქტიკა და თუ არ ესმოდა მე რამდენიმე ეთერში კარგად აუხსენი თუ რაში მდგომარეობს ბიძინას გეგმა და ეს გეგმა იმაშია, რომ მას აი ამ რთულ პროცესში, როდესაც მკვიდრდება ეს ავტორიტარული სისტემა, ჭირდებოდა გარკვეული დისტანცირება ძალაუფლებიდან. რატომ? იმიტომ რომ გარკვეული მანევრი შეენარჩუნებინა სხვა მხარესთან მოსალოდნელი ვაჭრობისთვის, ხო, ეს იქნება დასავლეთი, ეს იქნება რუსეთი თუ თუნდაც
შიგნით ქართული საზოგადოება. ანუ გარკვეული დიაპაზონის გაჩენა ჭირდებოდა, ამიტომ ცდილობს ყოველ შემთხვევაში რამდენადაც გამოსდის, რომ მთელი პასუხისგებლობა ამ სირთულეებზე აკიდოს კობახიძეს და ნებისმიერ განვითარებაში მერე ჩარეცხოს, ხო, წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი იქნება. ივანიშვილის ამცნელობას ბატონია მეორე კუთხე და მხარეც აქვს, ხო? გასაგებია რომ ივანიშვილი ამ ვერსიით საკმაოდ ჭკვიანურად თამაშობს, მაგრამ მაინც და მაინც უჭკუები არც ეს ბიჭები არ ჩანა. მიუხედავად თავიანთი სოციოპატიური გადახრების. ანუ ისინი ადაპტირდებიან ივანიშვილის ამხასიათს. ისინი ადაპტირდებიან და ზუსტად ეს არის კონტრთამაში. ეს არის კონტრთამაში ზუსტად, რომელიც მიმართულია თქვენ ახსენეთ სიტყვა სტერილიზაცია გულისხმობთ ივანიშვილისთვის სხვა ალტერნატიული საყლანების თლიანად ჩამოცილებას ივანიშვილი შეუძლებელი არ ხვდებოდეს, რომ მხოლოდ კობახიძეზე და კობახიძის ინფრასტრუქტურაზე ჩამოკიდებამ შეიძლება ის მძევლად აქციოს უკვე ამ კობახიძის სისტემას. კობახიძის სისტემის არა, მარტო კობახიძეში არ არის პრობლემა, ხო? პრობლემა არის რუსეთში, იმიტომ რომ საქმე იმაში გახლავთ, რომ მე ვფიქრობ ესე, რომ ამ ჯგუფს უკვე თავისი ხაზი გაუჩნდა რუსეთში. ну გასაგებია რუსეთის გეგმა რაშიც არის ფაქტობრივად ბიძინაც და ეს ფრთაც მიყვებიან ამ თამაშს ანუ მზად არიან რუსეთის იმპერიაში დაბრუნებისთვის ხო ამაზე მათ რიტორიკაში ძალიან კარგად ჩანს რომ აი იგივე უკრაინის ლანძღვაში რომ აი თურმე უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინა დაღუპა ხო ამის უკან რა იკითხება რომ რა უნდა გაეკეთებინა უკრაინას კაპიტულაცია უნდა გამოიცხადა უნდა დანებებოდა და უნდა დაბრუნებულიყო რუსეთის იმპერიაში ხო ამით ისინი ირიბად ამბობენ რომ თვითონ ამისთვის მზად არიან ეს მზაობა მათ 24 თებერვალს გამოაცხადა კი ბატონო საომარი მოქმედებები დაწყებიდან 48 საათში კობახიძემ იცის რა ბიძინას ეს თამაში კობახიძის ჯგუფმა გადაწყვიტა რომ თავის ხაზი გაეჩინა რუსეთში და რუსეთისთვისაც რუსეთი რა თქმა უნდა მათზე ფსონს არ ჩამოვა დღეს მდგომარეობით, მაგრამ აი ესეთი სპეცსამსახურების თამაშისთვის ალტერნატივის არსებობა, რომ საჭირო მომენტში, ხო ხა ბიზნეს ხო ბოლომდე არ ენდობიან, ბიზნეს გადამგდებია, ხო ვიცით ეს ჩვენ. ხო და რომ საჭირო მომენტში თუ დაჭირდათ ეს ესე რომ ვთქვათ სამარქაფო ჯგუფი აამუშავონ, ხო? ამუშაო შესაბამისად თან ამასთან ერთად კობახიძის ჯგუფი მათთვის ბევრად უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ იაფიჯდება, ხო, ბიძინა ჯვირი უჯდებათ მაინც და კობახიძე ხა ესენი ორშაურიანები არიან, გასაგებია, ხო? მათთვის, მათი გაგებით. ხო და ესე თამაში მიდის, ანუ გარკვეული საჭადრაკო პარტია თამაშდება და ეს ყველაფერი ანუ ყველა ვექტორი მიდის რუსეთში. ანუ რუსეთი ფაქტობრივად დღეს აი ამ შიგა პოლიტიკურ პარტიას ათამაშებს რუსეთი, ანუ თავარი მოთამაშე არის რუსეთი, ბიძინაც გარკვეული გაგებით უკვე მარიონეტია შეიძლება ითქვას, ხო? ის მოთამაშეა, რა თქმა უნდა, მე არ მინდა ეხლა ძალიან დავაკნინო, მაგრამ ვითარებას მაინც კრემლი აკონტროლებს უკვე და ისინი და ყველას თავის თამაში აქვს ამ ყველაფერში. ნუ ბიძინა ბევრად უფრო ჭკვიანია. თავისი თამაში აქვს თუ თავისი როლი. თქვენ რა კონსტრუქციასაც აგებთ უფრო როლებში. თავისი როლი აქვს ყველას, მაგრამ გარკვეული ესე რომ ვთქვათ, ყველა მხარე ცდილობს რომ საჭირო მომენტში ყველაზე საჭირო კაცი ის იყოს. ხო, ეხა ბიძინაზე როდესაც გითხარით, აი ეს სამი მიმართულებით საუბარზე, ხო? ბიძინას დროის მოგება ჭირდებოდა, გარდა იმისა, რომ რეჟიმის დამკვიდრებაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა, გარდა ამისა, დროის მოგება ჭირდება, ამიტომ ახდენს დისტანცირებას, იმიტომ რომ მას მშვენივრად ესმის, რომ საქართველოს საკითხი აი ამ გლობალურ დიდი გლობალური გადანაწილების განუყოფელი ნაწილია. იქ ვითარება აღარ არის ბიძინა იმდენად დარწმუნებული, რომ რუსეთი იგებს ამობს, ხო? ცოტა ხნის წინ დარწმუნებული იყო და იმიტომ უბერავდა ესე და ეხლა აღარ არის ესე დარწმუნებული და ნუ მას იმედი აქვს, რომ ამ პერიოდში მეტი გარკვეულობა, მეტი სიცხადე შევა ამ საკითხში და მას ჭირდება დიაპაზონი, მათ შორის დასავლეთთანაც სალაპარაკოთ. რუსეთსაც პარალელურად უნდა უმტკიცოს, რომ კობახიძე აქ ვერაფერს ვერ აკონტროლებს და პრინციპში ის არის მთავარი კაცი აქ და კობახიძე არაობაა. ამისთვისაც ესე რომ ვთქვათ იმუშავებს და ნუ მესამე შიგა საზოგადოებასთან მოგენატრებად ბიძინას გათამაშება, ხო? იმიტომ რომ თუ საქმე არ წავიდა ისე როგორც ესე რომ ვთქვათ მას წარმოუდგენია ამ რეჟიმის დამკვიდრების
მიმართულებით მას შეუძლია გაათამაშოს ეს მოგენატრებად ბიძინა ისტორია, ხო და გადაგვარჩინოს ჩვენ ყველა დესპოტური რეჟიმისგან, ხო? ეს ყველაფერი არის ესეთი ვარიაციებია, სხვა ვარიაციებია. აქ ეხა სტრატეგიაზე ლაპარაკი ვერ იქნება, იმიტომ რომ იმდენად მოკლე დროში ვითარდება მოვლენები, რომ უფრო ტაქტიკური, დინამიკაში გააკეთებს ყველა სვლებს, ხო? ეხა ბიძინა არის უბადლო ტაქტიკოსი, შემიძლია გითხრათ და ეხა ამ პატარა ბიჭებს მასთან არანაირი შანსი არ აქვს ამ თამაშში, ხო? რაც უფრო ღრმად შეტოპავენ, უფრო უარესად დაამთავრებენ საბოლოო ჯამში. თუმცა ისინი არ არიან იზოლირებულები საერთო პოლიტიკური პროცესისგან და საბედნიეროდ არ მხოლოდ მათ გეგმებზე არ არის დამოკიდებული, რა მოხდება საქართველოში და არც მხოლოდ კრემლის გეგმებზე. პირველ რიგში ეს არის დამოკიდებული ქართველ ხალხზე, მის ნებაზე და ამ ნების გამოხატვაზე. აი ნების გამოხატვის კუთხით ოპოზიციურ კრიტიკულ ფლანგზე არის განსხვავებები, ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მწვავეც, თავად 4 ოქტომბერიც ასეთი განსხვავებების გამოხატულებაა, ხო? ერთის მხრივ არის თვითმმართველობის არჩევნები და იქ საკმაოდ კოჭლად შესული ოპოზიცია და მეორეს მხრივ აქეთ დარჩენილ ფლანგზეც ასევე გარკვეული წინააღმდეგობა თუ არა, არასინქრონიზირებულობა. რა გაგებით, რომ ერვიანის პარტიების რაღაცა ნაწილი ამ პროცესს უყურებს როგორც განგრძობადი წინააღმდეგობის აქტს, რომელშიც 4 ოქტომბერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი და დღეა, ხოლო 4 ოქტომბრის უშუალოდ ორგანიზატორები, ესე ვთქვათ, იქნება ეს რუსთაველის გამზირი, ან თუნდაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავის განწყობით გუშინ განცხადებაც გააკეთეს მათ სპეციალური, ისინი 4 ოქტომბერს გარდამტეხ თარიღად მიიჩნევენ, რომ იქ რაღაც უნდა დაიწყოს და დამთავრდეს. აი, სად იკვეთება და სად ეწინააღმდეგება ეს სტრატეგია? ხო, პირველ რიგში გეტყვით, რომ ეხა ეს უკვე ესეთი ძალიან ბანალური ისტორია, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ერთიანობა არის აუცილებელი, ხო, იმიტომ რომ რესურსებს თუ შევაფასებთ, ხელისუფლების რესურსებს და ხელისუფლების ესე რომ ვთქვათ, კოზირებს, ხო, მათ ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს იმ მხრივ, რომ მათ მოახერხეს ოპოზიციის დანაწევრება, დაპირისპირება ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან და ეს ისტორია არც დამთავრებულა დღეს მდგომარეობითაც არ დამთავრებულა და ეს საბოლოო ჯამში ბუნებრივია ხელისუფლებაზე მუშაობს. ეხლა როდესაც ერთი ფრთა ოპოზიციის მიდის არჩევნებზე და ოპოზიციის მეორეფთა ამორჩეველს მოუწოდებს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს, გასაგებია, რომ ის ფრთა სუსტდება, თუმცა მე მგონია ბოიკოტში მყოფი პარტიების გეგმაც აბსოლუტურად ბუნდოვანია და აქაც საკუთარი რესურსების გადაჭარბებულ შეფასებას აქვს ადგილი. ამიტომ ერთიანობა არის გარდაუვალი არა, აუცილებლად აუცილებელი. ეხა გასაგებია, რომ მოცემულობა ისეთია, რომ თითქოს ამისკენ გზა არ ჩანს, მაგრამ მე მინდა ვთქვა მაინც, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ამ სამივე მიმართულებას და სამი მიმართულება, ხო, პარტიებს რო თავი გავანებოთ, ერთი არის არჩევნებში მონაწილეობა, მეორეა ბოიკოტი ორად გაყოფილი, ბოიკოტი, რომელიც ასახელებს ესე რომ ვთქვათ რაღაც რევოლუციის დღეს, 4 ოქტომბერს და არის მეორე, რომელიც ბოიკოტშია, მაგრამ ესე რომ ვთქვათ რაღაც განგრძობით პროცესს. არ თანამშრომლობის პოლიტიკას მიყვება განგრძობაც. მიყვება. ხო, არც ერთ ამ გზას პერსპექტივა არ აქვს. პირველ რიგში ეს უნდა დაინახოს. ცალკე არც ერთ ამ გზას არ აქვს, იმიტომ რომ ერთმანეთს ასუსტებენ ყველაფერთან ერთად, ხო, როდესაც სამიზნე ისეაც ესე რომ ვთქვათ, ცალკე მათზე ბევრად უფრო ძლიერია. და შესაბამისად ისინი დღეს იმაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, რა ყოფთ მათ, ხო, და რა აპირისპირებთ, არამედ უნდა ფიქრობდნენ იმაზე, რა აერთიანებთ. და პრინციპში სტრატეგიაში ხო განსხვავება არ არის ამ სამი გზის სტრატეგიულ ამოცანაში. რა არის სტრატეგიული ამოცანა, ხო? ეს არის რიგარეში არჩევნები, ეს არის ევროპულ გზაზე დაბრუნება და ეს არის სინდის პატიმრების გათავისუფლება. ამაში ხო თანხმდებიან. შესაბამისად, ისინი დღეს უნდა ფიქრობდნენ არა იმაზე, რა ყოფთ და აპირისპირებთ, არამედ იმაზე, რა აერთიანებთ. და რეალურად მე ვფიქრობ, რომ პრობლემა ამ სამი მიმდინარეობის გაერთიანების საჭირო მომენტში, ხო, რეალურად არ არსებობს. კი ბატონო, პოლიტიკური ტაქტიკით განსხვავდებიან, ესე რომ ვთქვათ, მიუღებელია ერთი მხრისთვის მეორის ტაქტიკა და ასე შემდეგ, მაგრამ
მე ვფიქრობ, რომ 5 ოქტომბრისთვის ეს სამივე გზა შეიძლება შეერთდეს, ხო? გაერთიანდეს, იმიტომ რომ გარდა ამისა, აი ამ პროცესის, ანუ დაუმორჩილებლობის პროცესის აქტივიზაციას, ხო, ანუ პიკზე ვსაუბრობ ჩვენ, ხო? პიკს ჭირდება გარკვეული კატალიზატორი, ტრიგერი ჭირდება გარკვეული. და რა არის ეს ტრიგერი? ტრიგერი არის არჩევნები, არჩევნების დღე. აი ხაბეიშვილიც კი, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, ისიც ამ თარიღს იღებს, რატომ? იმიტომ რომ ეს დღე არის მნიშვნელოვანი. და ეს დღე მნიშვნელოვანი რატომ არის? იმიტომ რომ ამ დღეს შეიძლება შეიქმნას ზუსტადაც კონსტიტუციური საფუძველი მის რა ქვია რევოლუციური განვითარების როდის აქვს ხალხს აჯანყების უფლება ხო მაშინ როდესაც ხელისუფლება არ გვაქვს კონსტიტუციას და კონსტიტუციის დარღვევა ამ შემთხვევაში რა არის ხმების მოპარვა შესაბამისად კი ბატონო შენ შეიძლება იყო ბოიკოტში მაგრამ მე მგონია შეცდომაა როდესაც ამორჩეულს მოუწოდებენ რომ არ მივიდეს არჩევნებს კი ბატონო მათ შეიძლება ილაპარაკონ რომ არჩევნები გაყალბდება ამ ყველაფერზე ილაპარაკონ მაგრამ ამომრჩეველს აი ესეთი მოწოდება და ბოიკოტირება არჩევნების მე თვითონაც ეს მოწოდება მხოლოდ ოპოზიციურ ამომრჩეველზე მუშაობს ხო ეს არ უნდა ხდებოდეს რატომ იმიტომ რომ იმ დღეს უნდა გაყალბდეს არჩევნები თუ ეხა ბოიკოტში წავიდა იგივე თბილისის სამმართველოს ძირითადი ნაწილი ხელისუფლებას არ დაჭირდება გაყალბება შესაბამისად ნებისმიერი გამწვევებას ის დაარქმევს სახელმწიფო გადატრიალებას ხო ეხა თუ პატიოსნად ჩატარდა ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე არჩევნები 4 ოქტომბერს ну რაზე ვსაუბრობთ და რესურსი ხო იმისა რომ ეხა რაღაც მოხდეს ხო მე ამ რესურსს იმართლა გითხრათ ვერ ხედავ რა კი ბატონო დიდი აქცია შეიძლება არის განსხვავებული შეგრძნებებიც არსებობს მე ვფიქრობ არა რუსთავზე იყო ცოტა ხნის ადრე აქ და არა მარტო ის თვითონ ხაბეიშვილის ასეთ აჩქარებულად დაჭერა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პროპაგანდის რეაქციები მეტყველებს რომ ისინი ზამჩნევენ რომ ტემპერატურა ანუ ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილებით და ხაბეიშვილის დაჭერით 4 ოქტომბრის რევოლუციური მუხტი პირიქით უფრო მეტად აწია კიდეც როგორ იქნება ეს გამოყენებული ეს არის ცხადია უკვე პოლიტიკური მე ჩემას ვამბობ მე ხა ჭეშმარიტებაზე თავს არ ვდებ, უბრალოდ მე მგონია რომ ამის რესურსი არ არის. ხელისუფლება შეიძლება ეშინია პარანოიდან გამომდინარე. აი ხელისუფლების შიგნიდან ამ პარანოიდან გამომდინარე, შიგნითაც ძალიან ბევრი შიდა ნაპრალების გამჩენის პროცესი არის. დაპატიმრებები ძალიან მნიშვნელოვან ფიგურებზე, აი ესეთ მართლა პროტოკოლებზე შეტევების ახალგაზრდები შიგნიდან ზარყევს, არა მარტო გარედან. მაგრამ ჩვენ იმის ილუზია ნუ გვექნება რომ სისტემა ჩამოიშლება. რატომ ნუ გვექნება? იმიტომ რომ ქართული ოცნება არის ერთი ადამიანი. ქართული ოცნება როგორც პარტია არ არსებობს. ეს არის თუ ის ერთი ადამიანი არ რეაგირებს მისი ერთგული ადამიანების ჩაგვრაზე ამ შემთხვევაში სოციოპათი ჯგუფიდან არა აქვს მნიშვნელობა. მას შეუძლია ხა აი ყველა გაყაროს სახში და ქუჩიდან მოიყვანოს აი ეს გენიტალიებით რო ვაშკაცობდნენ ძალიან ვაშკაცები ისინი დასვას მინისტრებად. მას ამის პრობლემა არ აქვს. ანუ თავისი მხარდამჭერები ამას მიიღებენ ოცნებად. მიიღებენ რომ ესეა ხა საჭირო დღეს ესეა. ეს მაინც ადამიანის წარმოდგენის ნამდვილად არ ხარ. იღებენ ყოველთვის ესე იღებენ ხო იმიტომ რომ ეს არის სექტა ერთგვარი მონოთეისტური ხო სადაც ფაქტობრივად ქართული ოცნება არის განსხეულებული ერთ ადამიანში იქ მეტი არაფერი არ არსებობს კი აქვს ვიღაცებს ილუზია რომ თვითონაც რაღაცა მაგრამ სინამდვილეში ესე არ არის აქედან გამომდინარე მე უბრალოდ ვფიქრობ რომ ხელისუფლება იძულებული უნდა გახდეს რომ 4 ოქტომბერს გააყალბოს არჩევნები ამით რჩება ის ესე რომ ვთქვათ სამუდამოდ ლეგიტიმაციის გარეშე. იმიტომ რომ თუ 4 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები და გაყალბების საჭიროება არ იყო და ხელისუფლებამ ყველგან უპრობლემოდ მოიგო და ძირითადად ეხლა როცა ვსაუბრობ თბილისზე ვსაუბრობ პირდაპირ ვთქვათ ხო იმიტომ რომ რესურსი რომ ნაციონალური მასშტაბით რაღაცა მოხდეს ამისი არ არსებობს ეს ყველა მიცის თუ მას არ დაჭირდა თბილისში გაყალბება და ისე იმას ქნა ხო ისე ჩაატარა არჩევნები ის საკმაოდ ადაპტირებულია წინააღმდეგობის გადატეხვაზე ხო და
ამ შემთხვევაში ძალიან გაჭირდება შემდგომი პროცესი. ამიტომ პირიქით ხელისუფლება ჩვენ ახლა უნდა ვაიძულოთ, ის კი არა რომ პატრიოტული ერჩევნებობა უნდა ვაიძულოთ რომ გააყალბოს. იმიტომ ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ რომ მან დაარღვიოს კონსტიტუცია, ანუ აურჩეოს მოპაროს ხმა. ეს შექმნის ლეგიტიმურ საფუძველს იმისა, რომ ხალხმა თავის ხელში აიღოს ძალაუფლება. აქედან გამომდინარე, კი ბატონო, ბოიკოტში უნდა ვიღაცას ყოფნა იყოს, მაგრამ იმათაც უნდა ესმოდეთ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება ეს არის ობიექტური აუცილებლობა შემდგომი პროცესებისთვის. თუ არ გააყალბებენ